სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემდეგ სოლიდარობის ფონდის პროგრამას უერთდება სპორტის სამინისტროც, სადაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს სოლიდარობის ფონდის პრეზენტაცია წარადგინეს. ფონდი 2014 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდის მიზანი საზოგადოების კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ფინანსური რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირად ღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. ფონდის ძირითადი მიზანი გახლავთ ინოვაციური დაფინანსების მეთოდით, ანუ ნებაყოფლობით, განსაკუთრებით საჯარო მოხელეების გაერთიანება თვალსაზრისით, დავეხმაროთ იმ ადამიანებს და განსაკუთრებით ესახება ბავშვებს, ონკოლოგიური პაციენტებს, რომლებიცაც არ აქვთ საშუალება ძვირად ღირებული მედიკამენტების შეძენის და ასევე საზღვარგარეთ მკურნალობის. თუმცა ამ პრინციპების პრეზენტირება მოხდება დღეს. ეს არის ერთიანი სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბების ძალიან კარგი მეთოდი. ჩვენი სამინისტრო მუდამ აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ აქტივობაში. ამ ინიციატივასაც გამოვეხმაურეთ სრაფ და ჩავერთეთ პირდაპირ ყველა ჩვენი თანამშრომლები, ძირითადი თანამშრომლები უკვე ჩაერთენ პროექტში და ვიმედოვნებ ამ პრეზენტაციის შემდეგ უფრო მეტი თანამშრომელი ჩაერთვება.